შენი აზრით რამდენად რეალურია რომ ფეხბურთელმა ბურთი აცილოს სარიელ კარს 1 მეტრიდან, ან გოლი გაიტანოს 90 მეტრიდან? დღეს ვნახავთ მომენტებს, რომლებიც სტატისტიკურად თითქმის შეუძლებელია. ფეხბურთის ისტორია სავსეა მომენტებით, რომლებიც ყოველგვარ ლოგიკას ეწინააღმდეგება. მომენტებით, როდესაც სტატისტიკა და გამოცდილება ერთ მხარესაა, ხოლო რეალობა კი მეორე მხარეს. ზოგჯერ ყველაზე მარტივი მომენტები შეუძლებელი ხდება, ხოლო ყველაზე რთული და წარმოუდგენელი რეალობად იქცევა. სწორედ ეს არის ფეხბურთის მაგია, რომელიც მილიონობით გულშემატკივარს აღაფრთოვანებს. დღეს ვნახავთ მომენტებს, სადაც 1000-დან მხოლოდ ერთი შანსი არსებობდა. მომენტები, რომლებმაც ფეხბურთის ისტორია შეცვალეს და დაგვანახეს, რომ ამ თამაში ყველაფერია შესაძლებელი. აჩუქეს ბურთი. ალბათ ძალიან ბევრჯერ გაგიგიათ ეს ფრაზა. მოდი ვნახოთ პირდაპირ მნიშვნელობით, როგორ აჩუქა ბურთი მეკარემ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს. დორტმუნდის ერთ-ერთმა მეკარემ, რომლის სახელსაც ვერ ვიხსენებ, უბრალოდ დაუგდო მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს ბურთი. ხოლო შემტევს ის გადარჩენია, რომ უბრალოდ გაეტანა ბურთი. ისმის კითხვა: რაზე ფიქრობდა საერთოდ მეკარე? მატჩის შემდეგ მეკარე ამბობს, რომ მას მოეჩვენა ამ კონკრეტულ ეპიზოდში, რომ საჯმა ჯარიმა დადო. თუმცა ეს არ ყოფილა. მეკარემ ეს მომენტი გააპროტესტა, თუმცა აზრი არ ჰქონდა, რადგან გოლი წესების დაცვით გავიდა. ამ მომენტში დამნაშავე მხოლოდ მეკარეა, რომელმაც ლანგრით მიართვა შემტევს ბურთი. ერლინგ ჰოლანდი, რომელიც გოლების გატანაში არის ჩვეულებრივი მანქანა, თუმცა მის კარიერაში არის მინიმუმ ერთი ისეთი მომენტი, სადაც მას უბრალოდ გაუმართლა და ისე გაიტანა გოლი. 2021 წელს გერმანიის თასის ფინალში, როდესაც ის თამაშობდა დორტმუნდის ბორუსიაში, დაუპირისპირდა ლაიფციგს. თამაშის ბოლო წუთებში სანჩო აძლევს ჰოლანდს პასს, ხოლო ის ურტყავს დაახლოებით 16 მეტრიდან კარისკენ. დააკვირდით მეკარის მოძრაობას. ბურთი მიდის მარჯვენა კუთხეში, ხოლო მეკარე მარცხენა კუთხეში. ჩვეულებრივი რაკურსით ეს თითქოს ჩვეულებრივი მომენტია, მაგრამ მოდი ვნახოთ სხვა რაკურსი. სხვა რაკურსი კი ჯაჯანიძეს და ახლა კადრით კი ჩანს მიზეზი თუ რატომ წავიდა მეკარე ბურთის საწინააღმდეგო მხარეს. დარტყმის მომენტში ჩანს, რომ ჰოლანდი საერთოდ სხვა კუთხეში ურტყავს, თუმცა ბურთი ხვდება თავის მეორე ფეხს, რა დროსაც ის მიმართულებას იცვლის. ჰოლანდის დარტყმული რომ წასულიყო იქით, საითაც ის რეალურად ურტყამდა, შეიძლება ბურთი არც გასულიყო. თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა და ჰოლანდმა დუბლი გაიფორმა. საბოლოოდ ანგარიში 4-1 დასრულდა და დორტმუნდი გამარჯვებული გახდა. 2017 წელია და ჩელსი ესტუმრა ლივერპულს ენფილდზე. მატჩის დასრულებამდე არის 6 წუთი და ამ დროს ლივერპული იგებს 1-0-ს. ლივერპულს რამოდენიმე წუთიღა ჭირდება მატჩის მოსაგებად, თუმცა სცენაზე ჩნდება ბრაზილიელი ვილიანი, რომელიც საოცრებას აკეთებს. დამეთანხმებით, რომ ბრაზილიელმა მართლა საოცარი ბურთი გაიტანა და დააკვირდით მის სახეს, ის არც კი უყურებდა. ალბათ უბრალოდ ჩაწოდებას ცდილობდა, თუმცა ბურთი აეჭრა და კარისკენ წავიდა. ეს გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა და საბოლოოდ მატჩი 1-1 დასრულდა. მატჩის შემდეგ ინტერვიუში ვილიამი ამბობს, რომ იცოდა რასაც აკეთებდა და ეს უბრალოდ შემთხვევითი არ ყოფილა. თქვენი აზრი ამ გოლთან დაკავშირებით დაწერეთ კომენტარებში. მართლა უნდოდა გოლის გატანა თუ შემთხვევით გამოუვიდა ის, რაც გამოუვიდა. ეს მატჩი არის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან კოსტა-რიკასა და შვეიცარიას შორის. შვეიცარიის ნაკრებმა 87 წუთზე გაიტანა მეორე ბურთი და იგებდა 2-1. რამოდენიმე წუთი ჰქონდა დარჩენილი იმისათვის, რომ 3 ქულა აეღო. თუმცა ერთ-ერთ მომენტში პენალტი დაინიშნა კოსტა-რიკის სასარგებლოდ. იან სომერი, რომელიც 11 მეტრიანობის მასტერია, თავის გუნდელებს ეგონათ, რომ აქაც რაღაც სასწაულს მოახდენდა და ასეც მოხდა. კოსტა-რიკის ფეხბურთელი ბრაიან რუისი ურტყამს 11 მეტრიანს და არ ტყავს ძელს. თუმცა აქ გამოჩნდა სასწაულმოქმედი იან სომერი, რომელსაც ძელიდან ასხლეტილი ბურთი ზურგზე ხვდება და შედის კარში. საბოლოოდ ანგარიში 2-2 დასრულდა. შვეიცარია ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა ამ მატჩის მოგებით მაინც მეორე ადგილზე იქნებოდა. თუმცა სასიხარულოა ის ფაქტი, რომ კოსტა-რიკამ 1 ქულა მაინც აიღო ჯგუფში და 0 ქულით არ დაასრულა ეს ჯგუფი. რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის იან სომერს, ის რომ გადამხდარიყო მაგალითად მარჯვენა კუთხეში ეს ბურთი მას არ მოხდებოდა და კოსტა-რიკაც 0 ქულით დაასრულებდა ჯგუფს. ლივერპულის ფეხბურთელი სტენ კოლმარი იღებს ბურთს ცენტრში, მიდის კართან ახლოს, ურტყავს და ალბათ იფიქრეთ რა მოხდა. მოდი ისევ შევცვალოთ რაკურსი. დაზიანებული მინდვრის საფარის გამო ბურთს, რომელსაც მეკარე ელოდებოდა, უბრალოდ წამოხდა და შევარდა კარებში. გოლის შემდეგ კი მეკარე დამწუხრებული უყურებდა მინდვრის საფარს. იმის გამო, რომ მინდვრის საფარი იყო ძალიან ცუდი, პრემიერ ლიგის ისტორიაში გავიდა ერთ-ერთი ყველაზე შემთხვევითი გოლი. ალბათ დამეთანხმებით, რომ არ იმსახურებდა პირადად მეკარე ამ გოლს. სანამ გავაგზავნებ ვიდეოს, თხოვნა დაალაიქოთ და გამოიწეროთ არხი და ასევე დამიტოვოთ კომენტარი თუ რაზე გადავიღო შემდეგი ვიდეო. რა თქმა უნდა, ეს ეპიზოდი ზლატანის გარეშე არ ჩაივლიდა. ბურთი მიფრინავს საჯარიმოში იბრაგიმოვიჩის მიმართულებით, რომელიც აშკარად ზურგით არის კარისკენ. რას ფიქრობ, რას იზავდა აქ ჩვეულებრივი ფეხბურთელი? ეცდებოდა თავი დაერტყა თუ ბურთი დაემორჩილებინა. აი რა გააკეთა ზლატანმა. მან მიიღო ყველაზე არასტანდარტული გადაწყვეტილება ამ მომენტში და კუნგ-ფუს ერთ-ერთი ილეთით გოლი გაიტანა. წინა ვიდეოში გაჩვენეთ ზლატანის დებიუტი ლა გალაქსიაში, სადაც მან საკმაოდ შორი მანძილიდან გაიტანა ძალიან კარგი და ლამაზი გოლი. ბევრი ფიქრობდა, რომ ამერიკაში გადასვლით ის კარიერის დასასრულისკენ მიდიოდა, თუმცა ეს ორი გოლი სხვა რამეზე მეტყველებს.
რამდენმა იცით ეს წესი, რომ თუ ფეხბურთელი აწვდის აუტს და გაიტანა გოლი მის კარში, ისე რომ არავინ არ შეხებია ბურთს, მაშინ ეს ბურთი არ შეითვლება და უბრალოდ კუთხური დაინიშნება მოწინააღმდეგის სასარგებლოდ. ახლა გაჩვენებთ ერთ-ერთ მსგავს მომენტს, რა დროსაც ფეხბურთელი აწვდის აუტს მეკარის მიმართულებით, თუმცა მეკარე დაკავებულია წინდების გასწორებით. როცა მეკარემ დაინახა, რომ ბურთი მისკენ მიდიოდა, ცდილობდა რომ ეს ბურთი მიეღო, თუმცა ყველაფერი გამოუვიდა ძალიან ცუდად. მას რომ უბრალოდ გაეტარებინა ეს ბურთი, დაინიშნებოდა მხოლოდ კუთხური და არ შეითვლებოდა ეს გოლი. ყველაფერი მარტივია. თუ არ შეეძლო ამ ბურთის მიღება, უბრალოდ გაეტარებინა ის. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ამ მანძილიდან გოლის გატანა? რა თქმა უნდა, შეუძლებელი არაფერია. ჯარიმას ასრულებდა პიანიჩი, რა დროსაც მან დაინახა, რომ მეკარე იდგა ძალიან წინ და გადაწყვიტა დაერტყა ძლიერად კარის მიმართულებით და გამოუვიდა კიდეც გოლი. გოლები, რომლებიც ბოლო წუთზე გავიდა, განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს ჩვენში. თუმცა ვერც ერთი გოლი შეედრება მატეო კარანელის გოლს. 94 წუთი მიმდინარეობს და მოწინააღმდეგე გუნდი ურტყავს კარის მიმართულებით, თუმცა ბურთი გამოვარდა და არგენტინელი ურტყავს დაახლოებით 70 მეტრის მოშორებიდან. გამოვარდნი ბურთს ერთხელ ეხება და ურტყავს კარის მიმართულებით. არაადამიანური გოლია. წარმოიდგინეთ გულშემატკივრების რეაქცია ამ მომენტში. გოლი 94 წუთზე და თან გამარჯვების და თან როგორი. ზუსტად ეს არის მიზეზი, რის გამოც გვიყვარს ეს სპორტი. 2024 წლის მარტში ლევერკუზენი ეთამაშებოდა ბაიერნს სტუმრად. ბაიერნმა გაიტანა პირველი გოლი და საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა პირველ ტაიმში. მოდი გადავიდეთ მთავარ თემაზე. ლევერკუზენის ფეხბურთელი ადრე იქცევა ბაიერნის საჯარიმოში და ეს სიმულაციაა. თუმცა არა, ეს ესე გონია მხოლოდ მსაჯს. ეს ხო პენალტი, რომელიც მსაჯმა გადაამოწმა და ყვითელი ბარათიც გაუუქმა ადრეს. დაინიშნა პენალტი და ანგარიში 1-1 გახდა. თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. 17 წუთის შემდეგ უპამეკანო აკეთებს ადლის წინააღმდეგ ვარდნას, რა დროსაც ყვითელ ბარათს იღებს. თუმცა არა უპამეკანო, არამედ ისევ ადლის სიმულაციის გამო. თუმცა მსაჯი შეცდომაში შევიდა. ისევ გადაამოწმა ვარზე ეს ეპიზოდი, ისევ გააუქმა ყვითელი ბარათი, ისევ დაინიშნა პენალტი და ისევ გავიდა გოლი. ანუ გამოდის, რომ პოტენციურად წითელი ბარათი იქცა 2 გოლად. პირადად მე მსგავსი მომენტი არ მახსენდება და თუ ვინმეს გახსოვთ მსგავსი მომენტი, დაწერეთ კომენტარებში და შემდეგ ვიდეოში აუცილებლად ჩავსვალ მას. გადავიდეთ მატჩზე დორტმუნდის ბორუსიასა და უნიონს შორის. დორტმუნდის მცველი აძლევს პას თავის მეკარეს, რომელსაც საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს პასის გასაკეთებლად. თუმცა ფეხი აუსრიალა და იმის ნაცვლად, რომ პასი გაეკეთებინა, უბრალოდ წაიცა. უნიონის შემტევს ის გადარჩენია, რომ უბრალოდ გაეტანა ცარიელ კარში. ეს ალბათ მის კარიერაში ყველაზე მარტივი გოლი იქნებოდა. საკმაოდ კარგი საჩუქარი გაუკეთა დორტმუნდის მეკარემ უნიონის შემტევს, რომელმაც ამ საჩუქარზე უარი არ თქვა. მოგვიანებით უნიონის შემტევმა დუბლი გაიფორმა, თუმცა ამ შემთხვევაში მეკარის დახმარების გარეშე. გადავინახოთ ერთ-ერთ შემთხვევით ყველაზე ლამაზ გოლთან. დაპირისპირება თურქეთსა და ყაზახეთს შორის. კონსიბაევი ცდილობს მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებას, თუმცა ეს ჩაწოდება პირდაპირ კარში წავიდა. კონსიბაევს არც კი აუწევია თავი ჩაწოდების დროს და არც უყურებდა სად აწვდიდა. მეკარე იმდენად არ ელოდებოდა ამ ბურთს, რომ ახლო ძელთან იდგა, ხოლო ბურთი შორი ძელის მეშვეობით რიკოშეტით შევიდა კარებში. 54 წუთზე დაინიშნა ჯარიმა, სადაც მეკარეს უნდა ამოეტანა ბურთი. თუმცა ჯარიმის მოწოდების დროს მან მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს გაარტყა ბურთი და სამწუხაროდ კარისკენ წავიდა ეს ბურთი. შემტევი ძალიან მარტივად გაირკვა სიტუაციაში, პირველი მივიდა ბურთთან და ცარიელ კარში გაიტანა. გეთანხმებით, საკმაოდ აბსურდული გოლი იყო და დამნაშავეც ნამდვილად მეკარეა. თუმცა ყველაზე დიდი დამნაშავეები არიან მსაჯები, რადგან ჯარიმის მოწოდების დროს მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელი იდგა 3 მეტრზე ახლოს, ხოლო გოლის ავტორი აფსაიდში იყო. ეს იყო ფეხბურთის ისტორიის ყველაზე წარმოუდგენელი და იშვიათი მომენტები. მომენტები, რომლებიც გვახსენებენ, რომ სწორედ მათში ხდება სპორტი განსაკუთრებული, როცა შეუძლებელი შესაძლებელი ხდება. სტატისტიკა, ციფრები და პროცენტები მხოლოდ ციფრებად რჩება, როცა საქმე ფეხბურთს ეხება. სწორედ ამიტომ გვიყვარს ეს თამაში. არასდროს იცი როდის მოხდება სასწაული. თუ მოგეწონა ვიდეო, მაშინ დაალაიქე. გამოიწერე ჩვენი არხი მსგავსი კონტენტისთვის და ჩართეს ზარისღილაკი, რომ არ გამოტოვო არც ერთი ახალი ვიდეო. ასევე კომენტარებში დაწერე, რომელი მომენტი იყო თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და წარმოუდგენელი. და ისიც დაწერეთ, გინახავთ თუ არა მსგავსი შემთხვევა საკუთარი თვალით. ასევე გაუზიარეთ ეს ვიდეო თქვენი ფეხბურთის მოყვარულ მეგობრებს. გელოდებით შემდეგ ვიდეოში, სადაც კიდევ უფრო საოცარი ფეხბურთის ისტორიებს გაგიზიარებთ. მომავალ შეხვედრამდე.